მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად გიბრუნდებით საინტერესო სტუმრით და აქტუალური თემით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იურისტი ირაკლი პაპავაა, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს. სულ ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ აღნიშნული სამსახური წყვეტს საქმიანობას უკვე ივლისის თვიდან. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და იქნებ გვითხრათ მიზეზი ამ სამსახურის, ამ ცენტრის გაუქმების. მოგესალმებით მაყურებელს, დიდი პატივისცემით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაუქმების მიზეზი რა, როგორც გაცხადდა, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გაცხადდა, რომ ეს კი იქნებოდა რეორგანიზაცია რით იყო განპირობებული, თქვენ როგორ ფიქრობთ? სამწუხაროდ, როგორც აცხადებენ, ეს არის, რომ თითქოს უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს კუთხით საქმიანობა და ანუ ეფექტურობის კუთხით რა დაუწუნა ცენტრს ვერ გეტყვით ახლა რამდენად შეიძლება ეფექტიანი იყოს დაუშვათ ერთი კონკრეტული ესე იგი ერთი სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი გადაიბარებს ამ ფუნქციების ნაწილს ბუნებრივია ეს რეგიონული ნაწილი საერთოდ ვარდება იმიტომ რომ რეგიონებში აღარ ეყოლება წარმომადგენლები და რამდენად შეიძლება ერთი დეპარტამენტის, ერთი კონკრეტული სტრუქტურის მიერ უფრო ეფექტიანად იქნას წარმართული იგი საქმიანობები, რასაც დაუშვათ საინფორმაციო ცენტრიც ახორციელებდა ადგილზე ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით და რეგიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, ეს არ ვიცი, ეს შეფასების აი მე მახსოვს მაგალითად თქვენი აქტიური მუშაობა, შეხვედრები საჯარო მოხელეებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც აწარმოებდით არა მარტო თქვენ, რეგიონში არსებული ყველა ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ჩამოსული ექსპერტები, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ ფართო იყო ეს არეალი. რამდენად შეაფერხებს ეს ყველაფერი იმასთან მიახლოებას, რაც კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, რომ ხალხს საქართველოს მოქალაქეებს სურს ევროინტეგრაცია. დიახ, და ეს განსაკუთრებით გაუგებარი და ბუნდოვანი ხდება ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს 78 მოხლე, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს. მე ხა კონსტიტუციურ ორგანო რა არის? ორგანო, რომელიც სახელდებითაა მოხსენიებული კონსტიტუციაში. აი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველანაირი ღონისძიება უნდა მიიღონ საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ანუ იგივე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ეხლა ეს რამდენად შეუწყობს ეს იმ უწყების გაუქმება ხელს ამ მიმართულებით სვლას, რომელიც პირდაპირ მოწოდებული იყო, რომ საზოგადოებამდე მიეტანა ობიექტური სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ, ასევე დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. აი კონკრეტულად გითხარით, რამდენი შეხვედრა ჩაგიტარებთ? რა თქმა უნდა, იმ ხნის განმავლობაში და რასაკეთებდით კიდევ ერთხელ რა უთხრათ მაყურებელს? ხო, ეს იყო შეხვედრები სხვადასხვა სახის აუდიტორიასთან იყო, ძირითადად ეს იყო ახალგაზრდები, იყო მოსწავლეები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო სექტორი, მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. და წლის განმავლობაში პირადად მე დაახლოებით 70-80 შეხვედრას ვმართავდი. 2021 წლის 20 ივნისიდან ვარ მე ამ ცენტრის თანამშრომელი და ვფიქრობდი რომ მემსახურებოდი დღემდე ასე მჯერა რომ მემსახურებოდი იმ საქმეს რომელიც საქართველოსთვის სასიკეთო იყო და საქართველოს სასიკეთოდ ჩემ წილ აგურს და ჩემი წელიწადი შემქონდა ამ საქმეში. რამდენად მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება თქვენთვის და ყველა თანამშრომლისთვის, ანუ რამდენად ელოდით მოლოდინის რეჟიმი, რამდენად გქონდათ, რამდენად შეიცვალა აი აქციების მერე და საქართველოში დაძაბული ვითარების შემდეგ სიტუაცია, თუ აისახა ეს თქვა თქვენ სამსახურზე, რა იყო ამის შესახებ? რა თქმა უნდა, ესე იგი მათ შემდეგ რაც გასულ წელს აპრილის თვეში ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების შესახებ კანონი იქნა ინიცირებული საერთოდ ემთხვევა ეს თარიღი მას რომ ჩვენ ფაქტობრივად
მოგვიწია რომ შეგვეჩერებინა ეს საქმიანობა ამ მიმართულებით და დღემდე ფაქტობრივად იძულებული ვიყავით რომ ეს შეხვედრები არ გაგვემართა. და რას ამბობდნენ ამასთან დაკავშირებით, რატომ არ მართავთ? ანუ შეცვლილი რეალობა, სხვა გამოწვევებია ეხლა თითქოს საქართველოს წინაშე სტრატეგიული პარტნიორი ნატოს და ევროკავშირის შესახებ სტრატეგიული პარტნიორის შესახებ გამოწვევებით შეიცვალა და აქედან გამომდინარე არ თuliდნენ მიზანშეწონილად რომ ეს შეხვედრები შედარებულიყო. და ეს მოლოდინი ამდენად პირადად ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ქვეყანას, რომელსაც 78 მუხლი გიდევს კონსტიტუციაში და თვლი რომ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია არის შენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და ამ ფონზე იღებ გადაწყვეტილებას და აუქმებ იმ უწყებას, რომელიც საზოგადოებასთან რეგიონებში უშუალოდ მიდიოდა, ხო და მიქონდა ეს ობიექტური გადამოწმებული და სრული ინფორმაცია ან დასავლური ინტეგრაციის შესახებ, იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არსებობდა დაუშვათ ამ ინტეგრაციის პროცესის სიმსიკეთეების შესახებ, დიახ, ცოტა არ იყოს ბუნდოვანია და ძალიან სამწუხაროა რა ეს გადაწყვეტილება თუ მსუბუქად არ იქნება. როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურება პარტნიორების მხრიდან, როგორი იყო გამოხმაურება ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ან როგორი იქნება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საერთაშორისო შეფასება ამ თვალსაზრისით? ო, შეფასება პრინციპში იკითხებოდა კიდეც რომ ეს იქნებოდა ნეგატიურად აღქმული საერთაშორისო საზოგადოების როგორც ვიცი ნატოს წარმომადგენლებმა გააკეთეს უკვე და ფაქტობრივად ყველა რაც კი მინახავს, ყველა ცალსახად თვლის რომ ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი აი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და დააზიანებს ამ მიმართულებას. და მივიღეთ უკვე შედეგები გვაქვს რა აი ბოლო გამოკვლევები რო ჩაატარა თავშეთ ევრობარომეტრის მონაცემები რო ნახოთ, საგრძნოდ არის შემცირებული ხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობაში აი ევროინტეგრაციის საკითხის მიმართ. ბუნებრივია ეს მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამსახურებით, ხო. აღარ დარჩა უწყება, რომელიც დავუშვათ ობიექტური ინფორმაციას მიიტანს საზოგადოებამდე. და თქვათ რა იქნება თქვენი ნაბიჯები, რას აპირებს თვითონ ცენტრის თანამშრომლები არა მარტო რეგიონებში, თბილისის ოფისს გულისხმობ, რამდენად აპირებთ იმას, რომ თქვათ სამართლებრივ დავაში შეხვიდეთ, აი იმის გარდა რომ ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს ეს ყველაფერი, ადამიანები დარჩა სამსახურის გარეშე. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზეც გითხარით. დიახ, რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე თანამშრომელი, გავდივართ ახლა კონსულტაციებს იურისტებთან, რა იქნება და არ გამოვრიცხავთ, რომ სამართლებრივი დავა თან ორ ეტაპიანი მოგვიწიოს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივადაც. ერთობლივად ალბათ ეს იქნება მთავრობის დადგენილებასთან მიმართებაში, რომელიც არის 5 ივნის მიღებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის ლიკვიდაციის შესახებ. იმიტომ რომ ეს ლიკვიდაცია ამ შემთხვევაში ნაკლებად არის გამომდინარე იქიდან რომ ახალ ფუნქციები ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გადადის სხვა უწყებაზე, ეს რეორგანიზაციაში გადის და არა დაუშვათ ლიკვიდაციაში. აი ყოფილი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გამოიხმაურა თქვათ თანამშრომლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უსამართლოდ მოხდა მათი დათხოვნა და საერთოდ სამსახურის ლიკვიდაცია. ანუ რას ამბობდა ის საპირწონედ და რითი ანუგეშებდა თქვათ აი ეს არ არის გადადგმული ნაბიჯი იქეთკენ, რომ თქვათ ევროინტეგრაცია საქართველოში შეჩერდეს. ანუ რა იყო მისი სათქმელი თუ შეიძლება და თუ გქონდათ კომუნიკაცია ხელმძღვანელთან. უშუალოდ ეს თუ გულისხმობთ ცენტრის ხელმძღვანელთან, საკითხი არ ქონია კომუნიკაცია, საკმაოდ დიდი ხანია და ის რომ რაც შეეხება არ უქმდება, როგორ არ უქმდება ეს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მასალაზე, სადაც ლიკვიდაცია სიტყვა პირდაპირ არის ნახსენები, გაფრთხილების წერილი, რომელიც მოგვივიდა თანამშრომლებს, პირდაპირ ხაზგასმით არის ნახსენები, რომ აქ საუბარი არის ლიკვიდაციაზე. ანუ შეხვედრა არ მოგწა არა, შეხვედრა უშუალოდ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა არ გამართულა ამ საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც მით უმეტეს მას შემდეგ რაც დღის წესრიგში დადგა და ცნობილი გახდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმებოდა არა მარტო ჩვენი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის, არამედ 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყავდა თავის მმართველობაში, ერთი ეს იყო დიპლომატიური სწავლების ცენტრი ლევან კელაძის სახელობის კვლევითი ცენტრი და ჩვენი ის იყო და სამი ცნობილი გახდა დეკემბრის თვეში, რომ ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდებოდა სამივე ამ სიპის ლიკვიდაცია. და რა არის თქვენი სათქმელი იმ ადამიანებისათვის, რომლებთანაც თქვენ მიდიოდით და უხსნიდით იმ სიკეთეებს, იმ პოზიტიურ საკითხებს, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს საზოგადოებისთვის. ხო, ახლა აქ საუბარი არ არის მე ვიქნებოდი თუ არ ვიქნებოდი ამ სამსახურის წარმომადგენელი. თავარი რომ სამსახური იყოს, ფუნქციონირებს ის ფუნქციები ვიღაცა შეასრულოს ადგილზე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და იმ დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა ვიფიქროთ, რომ აი ეს გადაწყვეტილება არ იქნება და არ იქცევა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის განაჩენად. და ამის დიდი იმედი. მე პირადად კი გავაგრძელებ ჩემი მხრიდან საქმიანობას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თვლი რომ ეს არის ის საქმე, რომელსაც ყველა ქართველი ადამიანი უნდა ემსახურებოდეს. ნამდვილად. მეც მჯერა რომ საქართველოს არ იტყვის ვარს ევროინტეგრაციაზე. კიდევ ერთხელ მადლობა დროის გამონახვისთვის და სტუმრობისთვის ჩვენს ეთერში. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი პაპავა, იურისტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ყოფილი წარმომადგენელი. მადლობთ. დიდი მადლობა.